თამრი რა ლამაზი ხარ თამრი მზე თუ ნახავი ხარ ჩემოდაო აი ამ სარკის მიკვირს შენ სილამაზეს როგორ უძლებს რომ არ იფშნება თუ კარგი ეხა თორე გავწიწუდები მოკლედ მე მზად ვარ და წავედით ხომ მოიცა მე ხა ლაშიკოს რაღაცას დაგვიბარე პატარა საქმე მაქვს და წავედით ლაშა ლაშიკო ლაშა როცა მეჩქარება კი არ გამცემს ხმას ლაშა ვახო მიდი ახლა მაგიდაზე ადი და მიმღერე რაო სადა ვახო სად არის აი შეხედე რა ლეკვივით არის სულ თამაში უნდა მესიკ მოემზადნენ სად გადის დაზვერვაო სად მიდის შენ ერთადერთ დას მიუყვები კონსულტაციაზე უი მართლა ისე თამარ რამდენი თვის ხარ ორის ისე დიდი შანსია ხო რომ დაიტოვონ თამარი სამშობიაროში და აღარ გამოუშვა რა გადარჩა ხა სულ რა გაშვიდით მე და ბეხვეწები გემუდარი აგნა ხან ხარტულა ხან მეძარი ისე მეც უნდა წავიდე იმაზე ეხოსკოპიაზე კი უნდა წავიდე იმიტომ რომ გუში მჭამე ხინკალი და 15 იყო თუ 20 კი აღარ მახსოვს მაინტერესებს მომის აბა რაში ვახო ვა სახში ხარ თამარ მე წასული მეგონა ვახო წასული გეგონა და მაგიტო გამოხვედი გედი ბედნიერი სახით აიც არა ერთწამს თამარ ისა ჩაწერილები რო არ ხართ მიგიღებთ ეკემე გამაკვირვებს რა როგორ მაოცებს ხოლმე ეს კაცი რა რა მოგივიდა ჩაწერილები რო არ არიან და შეიძლება რო არ მიიღონ მაგიტო მიდიან ორნი მე კეთნო წავიდეთ რა სანამ კიდევ რამე სიტყვის ეს უსაქმური მე ვარ უსაქმური მე ვარ კეთებან ლაღერას ამბობს უსაქმურიო ახლა უნდა ვისაუზმო მე უნდა დავჯდე ტელევიზორს საყურებლად ტელევიზორს უნდა უყურო მე გადართე გადმორთე იცი რა დამღლელია ეს ყველაფერი უსაქმური ყურადღება არ მექვს შენ მომისმინე მართლა დღეს გაქვს ძალიან ბევრი საქმე ლაშიკო მე ფული დაგიტოვე საძინებელში ტელეფონის ფული უნდა გადაიხადო ხო და წამოიღი ამონაწერი ჩემი ამონაწერი და იმათი ამონაწერი უნდა შევადარო მე ერთმანეთს ბევრი რომ არ გადაგახდებინონ გესმის ხო წავედი ახლა ჩვენ გვეჩქარება ხო აბარა კეთუნა მეც სულ წამებში ვიტყვი სულ აბარა ესე უნდა დაითვალო ესეა წესი ხო და მე მომისმინე ჩადი აფთიაქში რაღაცები დაგიწერე იქ ბავშვებს უნდა უყიდო მაღაზიაში შეიარე მილიონი რამეა საყიდელი მე მომისმინე ნატურა გადაიწვა გამოცვალე საძინებელში სარეცხი შეყარე ლობიო დავალგი და წყალი არ ჩაიშროს წავედი აბა ყოჩაღათ იყავი ვახო ყურადღებით უსმინე შენ ქეთევას ყურადღებით შენი გასაკეთებელია ეს ყველაფერი მე არ ხუმრობ მე ხლა არ მეხუმრება ლაშა წავედი მეჩქარება წავედი გავაკეთებ მე წავედი აბა ჭკვიანად იყავით ყოჩაღათ ახნა კოცნი ვა ნეტა რა სეტყვის ახლა ექიმი რა თამარს აბა ვის რა მნიშვნელობა აქვს თამარი მაინც ორი იმდენს ეტყვის შენ მაგ ხუმრობას გირჩევნია მოკიდე ხა ცოცხს ხელი და საქმეს მიხეთე წავალ მე წამოწვევი კონკია აი უიტანე ეს ყავა ეკა ეს ლუდი აქეთ როგორ გამიხარდა იცი რომ მოხვედი ბატა ლუდი არ მინდოდა ვიც შეცაც მოვიტანია ეხა შენ აქ რახან შემოხვედი მე გული მიგზნობ საკერთის სულიერი მობრძანდება ხო და მე ვიფიქრე ხა რაღა ორი გზა გავაკეთო მეთქი რომ არა მოვიტანე გაიგე ხო
ხო. ბედო. ერთი ლუდი. ეკა ვერ შეგამჩნე. მე კიდე სანამ ბარში შემოვიდოდი, მანამდე დაგინახე, ხესთან იყავი და ჩუმად მიყურებდი. მე კიდე ეკა როგორც კი შემოვიდა, ეგრევე ვიფიქრე მოვაეხა ლუდი ჩემი კოთოც მეთქი და აგე ლუდი მოგიტანე. მოიცი რაღაც შინაგანი ხმამ კარნახავს ხომ ეგეთ რაღაცებს ეგრე კარნახავს აიგე. ხო და ეხლა თქვენ შინაგან ხმას უთხარით, მე ეს ლუდი არ მიყვარს, მე მიყვარს გაუფილტრავი ლუდი და აი ის მომიტანოს. გასაგებია? საერთოდ კარგი დავიმახსოვრე. მადრიდიდან მირეკავენ. მადრიდიდან ურეკავენ მან. დიგა. Gracias, Samantha. მადლობა სამანტაო. E quanto aclare mare. როგორც კი გავარკვე, ეგრევე გადმოგირეკავო. ¿Cómo estáis? მაკე თქვენები როგორ არიანო, მაკეთო როგორ არიანო თქვენებიო? Sí. ხო. Gracias, Samantha. ისევ მადლობა სამანტაო. Samantha იყო. Samantha რა? Ბიზის ამბები გავარკვიე, შეიძლება ჩამოვიდეო. ეხლა საერთოდ კი არ დამოიწყეს ესპანური. ეხლა რასაც შენ მე ლაპარაკობ და ყველაფერს უთარგმნით თან დათოს. რა მაგარია რა უცხოენა რო იცი. ხო მაგარია რა. ძალიან მაგარია. ძალიან მაგარია, აბა რა, ძალიან. დათო, შენ რომელი უცხოენა იცი? მე ხო. მე ინგლისური იცი ხო შენ? კი. კარგია. იტალიური? კარგად არა, მაგრამ ვახერხებ რაღაცებს. პორტუგალიური? არა. აი პორტუგალიური. მოიცა. პორტუგალიური საიდან იცი? საიდან ვიცი და ბათუმში ვისწავლე. მე ზღაურები ჩამოდიოდა ხოლმე და იმათმა მასწავლეს. მე და ჯიბოს. შენ და ჯიბო? ჯიბო ვერ ისწავლა ხო იცი? რა ნიჭერია, მაგრამ ზარმაცია. ხო და ძალიან მიყვარს. ესე სხვათა შორის ყველას გონია რომ ესპანური და პორტუგალიური ძალიან გავს ერთმანეთთან. ესე არ არის, მე საერთოდ არაფერი არ მისმის. ძალიან რა არის კარგი? პორტუგალიური ენა. კი, ლამაზი ენა. ხო ვაკურდები ხომ? ეს სუეგენი ურები. ძალიან მაგარი. შენ თუ იცი, უნდა მასწავლო და ხო მასწავლე. კი, როგორ არ ვიცი. სხვათა შორის ქართულში სიტყვაში წინადადებას ბევრი გვხვდება ხოლმე მსგავსი სიტყვები. გავს სიტყვები ერთმანეთს? კი, ძალიან გავს. აბა რომელი? მაგალითად რომელი? შანტაჟი. ჟოლო. ჟინჟლავს. ხო. და ეს შემდეგ. აბა მითხარი, რამე მითხარი პორტუგალიურად. მიდი აბა, მიდი. მიდი რამე მითხარი. J'ai está postuji. Está postuji. გასაგებია, მაგრამ რა მითხარი ახლა? რაო აბა? რას რა მითხარი? ლუდი მომიტანე მეორედ ხლობით. ლუდი მომიტანე მეორე. როგორ უთხარი? J'ai está pestaje. ეხა წეგან სხვანაირად მითხარი რაღაცა, ვერ გავიგე რა. რა სხვანაირად არ მითხარი რაღაცა. ლუდი მომიტანე გთხოვ, დავამატე გთხოვ. გთხოვ რომელია? პესტაჟი. პესტაჟარი გთხოვ. პესტაჟი. პესტაჟი. არც ერთი არც მეორე სადღაც შუაში. პესტაჟი. ხო, პესტაჟი უნდა დავიმახსოვრო. ძალიან მაგარი სიტყვაა. პესტაჟი. ისე უნდა და ბავშვობაში პორტუგალიური სწავლა, რომ სიმღერებიდან ქართული ტექსტებით წერდა და ისე სწავლა. მახსოვს ხა ის გახსოვს აი მაშინ რო გადმოიწერე ხო ხსოვს მაშკენა და სადამინა ბრენდე თუ ბასა ესტერე სამბა ხო აი მაგარი ხო დათო, ეს სიმღერა რაზეა? ძირითადად სამბაზე. სამბაზია. გავხნა, რაც დამაბარაკეთებ, მაგრამ არაფერი არ გამიკეთებია, პირიქით ორი გასარეცხდებში დავამატე. საიდან დავიწყო? რა გავა? აქედან დავიწყებ. ესეც ასე.
ეს თუ კეთევანია ვითომ სიცხე მაქვს. მოდით ღია. ლაშა. დათო აქ არ არის. ამიდან. დათო არ არის აქ. რა იყო? ეძებ დათოს რა ეს ბინისკი არ გადაუხდია კიდე? არა, მომცა, მაგრამ უბრალოდ ვიცი რომ კიდე დამიგვიანებს და წინასწარ ვეძებ. წინასწარ ეძებ. ძალიან კარგი. ბოდი შეეცუთი ამიდან. ჰალო. დიახ. კი მე ვარ. კარგად შე როგორ ახარ? რას ლაპარაკობ? დათოა? არა. თუ დათო დამალაპარაკე. არ არის დათო. ხო. არა, თუ დათო იქნებოდა. კარგი ხო არ არის ესა. ხო არა, გისმენ კი. კი აუცილებლად გამოვივლი. და კარგად იყავი დროებით. რა მოხდა და ჩემი პირველი ცოლის ბებია გარდაიცვალა. რას ლაპარაკობ? იცი რა კარგი ქალი იყო. პირველი იყო თუ მეორესი? პირველი ელენე მებო. ძალიან უყვარდი მე, ძალიან. ერთადერთი იყო იმ ოჯახში, ვინც მე ხმას არ მცემდა. ჩემცოლს დაიბარებდა და იმას ეჩხუბებოდა ესვის გაყევი ცოლადო. მე უყვარდი ძალიან. ჩემო ლაშა, ძალიან მეწყინა ეხლა მე შენი პირველი ცოლის ბებიის გარდაცვალების ამბავი. ძალიან მეწყინა, ხო და. კაი, მაშინ წავედი მე და თუ რამეში დაგჭირდები. მოკლედ აქა ვარ და არა, მადლობა ამიდან, რაში უნდა დამჭირდე? დათოს კიდე უთხარი რა, გეხვეწები თუ ნახავ, ხო? კი, აუცილებლად. კარგი. მოკლედ აქა ვარ რა, თუ რამეში დაგჭირდები რა. კი. მოიცადე ამიდან. ხო. მოიცადე ერთი წუთი. კი შეიძლება რომ დამჭირდე შენ, ხო იცი? თხოვე რა ძმით. მოდი ასე მოვიქცეთ მე და შენ. ხო. მე ახლა ჩავალ ქვემოთ და შენ დაუძახე ვახოს. მერე? ვახოს დაუძახე და უთხარი რომ ლაშას გარდაეცვალა პირველი ცოლის ბებია თქო. ხო და ახლა მე ვერ ვეტყვი, იმიტომ რომ ძალიან ინერვიულებს, ძალიან უყვარდა თურმე თქო, გაიგე? საერთოდ ესეთ ცუდ ამბებს ქვისლები ეუბნებიან ქვისლებს, თვითონ ქვისლები ეუბნებიან. რატო? შენ არ გაგიგონი ანდაზა? რა ანდაზა? ქვისლო, რა ამბავია, ძალიან ცუდი ამბავია. ხო. მოკლედ მე ვეტყვი ვახოს. ხო. მე ვეტყვი ამას ყველაფერს ვახოს, მაგრამ შენ ეტყვი მე დათოს რომ ბინისკირა დროულად მომწეს. მე მანამდე სულ ვეუბნები ხოლმე სანამ შენ სანამ მოიფიქრებ და თქმას მოიფიქრებ დათოს. მე ვეუბნები მან. კარგი. მაშინ ვეტყვი. კარგი. აბა შენიცი და შენმა ულაშმა. კარგი. მიდი. წავედი. ვახო! დამაცადე გავიდე. არაფერი ვახო. ვახო! ამინა შენ ხარ? ხო. ლაშა სადა? არ არის? ჩემო ვახო. რა? ლაშა კი არა. შენი ცოლის დის ქმრის პირველი ცოლის ბებია აღარა. ხო. დაჯექი ამინა, დაჯექი. სუგა გაგიჟამ დათომ რა. დათო რა შუაში? დათო არაფერ შუაში არა. უბრალოდ რომ მოვდიოდი სადარბაზოსთან კაცი შემხვდა, შენ სანახავად მოდიოდა, მითხრა რომ ლაშას პირველი ცოლის ბებია გარდაიცვალაო, ძალიან უყვარდა თურმე. მოიცი. ხო და მოიცი ერთ. ჩემთან რატო მოდიოდა? რასკო რატო მოდიოდა? ესეთ რაღაცებს ქვისლები ეუნებიან ხოლმე ძირითადად ერთმანეთს. რას ლაპარაკობ? შენ არ გიგია ის ანდაზა რო არის? ქვისლო. ძალიან ცუდი ამბავი. ქვისლო ძალიან ცუდი ამბავიო. არ გიგია? ხო და შენ უნდა უთხრა რამენაირად ეხლა უნდა შეაპარო, აბავინ უნდა უთხრას, მე ხო ქვისლი არა ვარ. არა, ხო ქვისლი ხო. მე არა. ხო, არა. კი. გასაგებია ხო ვეტყვი, მაგრამ რაღაცა არ ამგონია ამიდან. ეჭვი მეპარება რომ ინერვიულოს თავისი პირველი ცოლის ბებიის გარდაცვალებაზე რა. და რას ლაპარაკობ? როგორ არ ინერვიულებს? ამდენი სიდედრებიდან ერთადერთი დედა ყავდა თურმე, ბებია ყავდა თურმე შემორჩენილი. რას ლაპარაკობ? როგორ არ ინერვიულებს? სიდედრის დედებიდან. ხო, აბა.
ვა. და ეხლა სად არის ბაშა? ეხლა რომ შემოვედი, შენი ნახვა მინდოდა გამიღო კარები და თვითონ ნაგვის გადასაყრელად წავედა. წავიდა? ხო. მოიცა. ნაგვის პარკი აგდებს და ნახე რა. აი ხა თქვი რომ წინადგრძნობა არ არსებობს. რაღაცას ნახდათ რაღაცას უგრძნობდა გული და ინერვიულა კაცმა და გავარდა და წავიდა. მოკლედ მე წავედი. არ ვიცი. და შენს რამენაირად ეხლა შენიცი, მაინც დირექტორი კაცი ხარ, თან ქვისლი ხარ და რაღაცნაირად შეაპარო უნდა ესამოწმო. არა ეხლა რა ვიცი ეხლა თქმით ვეტყვი. ხო, ვეტყვი ამერან მაგრამ რა შეშინია? რისი? რა ვიცი რო ვეტყვი არ ინერვიულოს და თუდად არ გამიხდეს კაცო ბიჭი. ინერვიულოს კი არა. რა? არაფერი არა. შენ რაც გითხარი, ისე გააკეთე. რამენაირად შეაპარე და დათოს რომ ნახე. ვიცი. ბინის კი რა არ დაგიგვიანოს. შენ კი იცი, მაგრამ დათოს უთხარი მე. კარგი. მითქიც ისი რაღაც. ვა! ხედავ? კი არ ვიცოდი კაცო. მარჯვენა სანაპიროზე უფრო მეტი ჭაყოფილა ვიდრე მარცხენაზე. ბატონო ირაკლი. ო, მოდი. მომარაგების საბუთები რო დაგიტოვეთ, მაგიდაზე ხელი მოაწერეთ? უი, მომარაგების საბუთები იყო ის? კი, მოაწერე ხელი, მაგრამ არ ვიცოდი მომარაგების საბუთები თუ იყო. ასარგა. მომისმინე. ისა, ხوار გაგიგია ის რო დაგაბარე. გავარკვია. მერე? ის პორტუგალიელი სტუმარი დღეს ჩამოდის. ზიას ვკითხე კადრებში რომ მუშაობს და იმან თქვა რომ ნოდარს დაავალეს იმის დახვედრაო. ყოჩახმერი და ყოჩახ აი ეს უკვე მომწონს რა ძალიან კარგი დახვდეს ნოდარი და ნოდარი მიხედოს არ შემიძლია მე უცხოელის ზდევნა შენი ჭირიმე არ მაქვს პორტუგალიელის თავი ეს საჩვენე ის საჩვენე ეს დაათვალიერებინე მე იქ წაიყვანე მე მოშივდება მე ასადილე მე ლანჩი მე საფარი მე დინარი აღარ შემიძლია მაგათისა კარგი ძალიან კარგი მე ხორი ხსენები ვარ არა ძალიან კარგი აბა დღეს რა მოქვს გასაკეთებელი ჩქარა დღეს გაქვთ უამრავი საქმე გასაკეთებელი დავიწყოთ მომენტ ესე იგი აი დავიწყოთ აი აქ გამარჯობა ბატონო ირაკლი მოგესალმებით აბა მე მოვედი და დაიწყეთ ახლა საბუთებზე ხელია მოსაწერი ანგარიშები გასაკეთებელია მოსასწრები 1000 რამე მაგრამ შენ ისეთი ოქრო ხარ ჩემო საყვარელო როგორ გაგიჭირდება რამე რა მაგის პასუხია ბატონო ირაკლი და კაი ამბავი მაქვს თქვენთვის რა ამბავი და პორტუგალიერი ჩამოდის და თქვენ უნდა უმასპინძლოთ ბატონო ნოდარ დიახ ბატონო მე როგორც მომახსენეს თქვენ დაგავალეს ეს რა ხალხია რა სიკეთეს არ გაგაკეთებინებენ არ მინდოდა რომ გაგეგოთ და შევეცადე რომ პატივი მეცა თქვენთვის და თქვენ გემასპინძლოთ პორტუგალიელისთვის მაგრამ გაგახარებს იმე დაგითმეთ ბატონო ირაკლი დაგითმეთ არ მინდა გენაცვალე ნუ დამითმო უკვე დაგითმეთ მე ძველი კადრი ვარ გენაცვალე იმდენი სტუმარს დავხვედრი ვარ გამიცილებია თქვენ მინდა ახლებმა და ახალგაზრდებმა რომ გაიხაროთ გულიჯერ აი აქაც გულიჯეროთ ნახოთ ყველაფერი დავხდეთ გააციოთ არ გაგიჭირდება კარგი გავიგე მაგრამ მე რაზე უნდა ველაპარაკო ის კაცი ჩამოდის ქალაქის გამწვანების საკითხზე და მე პორტუგალიური არ ვიცი და როგორ უნდა ველაპარაკო ხო ვერ მეტყვი ეხლა არის 4:09 ციურის დაუნახე ახალი საათი უკიდია ეთყობა ქმარმა უკიდა რომ გამოისყიდოს იმ კაპუჭებულ ქალთან შეუსვა 5 საათამდე რას არ მოასწრებთ იყიდით უცხო სიტყვათა ლექსიკონს და 100 სიტყვის სწავლა გაუჭირდება ძვენძანა ბრძენ და გენიოს ადამიანს შეწუხდი ნუ შეწუხა სად წავიყვანოთ ეს კაცი სად წავიყვანო სად უნდა წაიყვანოთ და სახში სოციოზრუნულყოფის რამინის გაუსყდება გული რო გაიგებს რომ თქვენ გაქვთ მიყვანილი უცხოელი იმას ინგლისურის მასწავლებელი ყავს ხო იცით რა შურიანი და უარგისია კაცო მედიკო საწყენად არ გეუბნები ჩემო კარგო მაგრამ რო ჩადიხარ იმ ციურისთან და ელაპარაკები რომ ასე და ისე ნუ ეუბნები ჭორაობს დადის ახლა მთელ სამსახურში და ამბობს ირაკლი ჩხეიძემ დივანი მომიგზავნა და რაღაცებს მეკითხებოდა არ შეიძლება გენაცვალე შენთვის გეუბნები ეგეთ რაღაცას უნდა წავიდე მე როგორ მიგზელდება ხოლმე ეს წასვლა კაცო აბა თქვენი ჭით რო შემოვა პორტუგალიურად გავხნა მე რა გავაკეთო მითხარი რა როგორ ველაპარაკო იმ კაცს პორტუგალიურად ერთადერთი რაც ვიცი ეს არის ლუიშ ფიგუ
ისიც არ მიყვარს, ხო იცი მოღალატეა რეალში გადავიდა რა. რანაირად ველაპარაკო, ან რაზე ველაპარაკო, როგორ აუხსნა. იმაში რომ ვიყავი სამინისტროში, რომელ სამინისტროში ვიყავი კაცო მე, სოფლის მეურნეობის. იქ ისეთი სტუმარი მაინც ჩამოდიოდა, რომ ენა ვიცოდი და აუხსნიდი, რომ ეს არის, ეს სიმინდია, ეს ის არის და ამას როგორ ველაპარაკო. თარჯიმანი უნდა იშოვოთ. ოჩახ, თარჯიმანი, სადუშო მე ახლა უცებ გენიოსი ხარ მერიკო, პეტოს დაურეკავ. ეგ იმდენ ქვეყანაშია ნამყოფი, რომ პორტუგალიურ ცეცოდინება. ამ მაგის და კიდე ესპანეთთან ჩამოვიდა, იქვეა პორტუგალია, ესპანეთი, პორტუგალია, იქვეა და როგორ ერცოდინება პორტუგალიური. ალო პეტო მე ვარ. ხო, პეტო მომისმინე. შენი და შენი დის დახმარება მინდა ამ საღამოს. ხო, 6 საათზე იყავით ჩემთან. არ დააგვიანოთ. კარგი. მოვალო? ჰა. კაცის საქმეა ეს სახლის დაალაგება. სახლი უნდა დაალაგოს ქალმა. ან დირექტორმა. ვა. აი, ხოჭა. სრაფად ალაგებ, კონკია. აი, მეჯლისზე გეჩქარებ, მან, ჰა? მეჩქარება, ოღონდ მეჯლისზე არა. ჩემი პირველი ცოლის ბებია ყოფილა ცუდად. უნდა წავედი აუცილებლად მოვინახულო, იცი როგორ მიყვარს ის ქალი. თვითონაც გიждდებოდა ჩემზე, გიждდება. აუ. რა მოხდა? აჰა. რა ვიცი ლაშა, არც კი ვიცი როგორ გითხრა. არ არის კარგი ამბავი. რა და ელენე ბებო აღარ არის. გარდაიცვალა. ელენე ბებო გარდაიცვალა. ეს რა მითხარ? ელენე ბებო გარდაიცვალა. ამას რას მეუბნები, ვახო, ა? ბებო, ავიგე. მე მეგონა ვერ გაიგე და ისა. ხო, რა ვიცი. აბა. რა არაფერი არ არის. 98 წლის იყო. რა იყო? არაფერი. აბა. არაფერი არ ყოფილა. მაგლოვე კაცო, მაგლოვე. 80 რა დაემართა ეს? რა მოვიდა საწყალი კაცო, როგორ არის? აბა. ელენე ბებო. აბა, ხო. ეხლა შენი ცილაშა გამაგრდი. უნდა გავმაგრდე. უნდა გავმაგრდე, იმიტომ რომ სახლია დასალაგებელი. უნდა გავმაგრდე. ვაი! რა ხლები მეკვეთება. სტრესის ბრალია. მოდი, იჯექი ახლა შე. კი უნდა ვიჯდე წესით ახლა, მაგრამ იჯექი. უნდა დავალაგო ქეთევან შევპირდი რომ სახს დავალაგებ თორე რო არ დავალაგო მე ეწყინება და ისე არ ჰა მუხლები მეკვეთება ისევ სტრესის ბრალი არა და რო არ დავალაგო ქეთევანს ვაწყენებ არ ეს მაგრამ უნდა დავალაგო აბა სხვანაირად როგორ გამოვა რო არ დავალაგო ხო გაგიჟდება ქეთევანი ეწყინება უნდა დავალაგო ხო შენი ჯექი მე გავაკეთებ ყველაფერს როგორ შეგაწუხებ ხო რას ლაპარაკობ ახლა შენ, ჰა? რას ლაპარაკობ? რა, ამხელა ამბავი მოგივიდა, სტრესი მიიღე ამხელა. ეხლა შენ იჯექილაშა, აგერ აი. მე გავაკეთებ, დავალაგებ სახლს, შენ ტელევიზორი ჩართე უყურე. რა? ერთი ორი კვირა ვერ ჩავთავ მე ტელევიზორს. აი, კაც მეკვეთე. კი. ხო და ეხლა ესე ვქნათ. შენი ჯექი. ხო. მე გავალ ტვერსასრუთს გამოვიტან და უცბად, ჰა? ხო. მოდი ტვერსასრუთსაც რო ჩავთავთ. ცოცხი გამოიწვა. ისე ცუდათავარ, რომ
ვერც გეხმარები, ვერც ვერაფერი ვახო, უხლები მეკვეთება, ძალიან დავიღალე, ძალიან სტრესი, როგორ მოქმედებს, მარტო ისე სულათა ვარ, ვერაფერს ვერ ვაკეთებ, მარტო წვენს ვარ. ძალიან დავიღალე. აღარ შემიძლია. ფეხზე ძლივს დგავარ ლაშა. მეც ეგრე ვარ. სტრესი. არა, ისე სულათა ვარ, ვაი. მეც ეგრე ვარ, ვახო. ვერც ფეხზე ვდგავარ, ვერც ვერაფერს ვერ ვაკეთებ. ძალიან როგორ განვიცდი, როგორ უყვარდი, რა ხალი, რა. ასე უცებ, რა იყო კაცო, რა აბა, ესე უცებ, არა, ცოტა დაგვრჩა და დავთავრებ. ეცოცხლა ცოტა ხანი ახლა, ეცოცხლა ცოტა ხანი. რა მოხდებოდა რა? აბა, 1 საათ ნახევარი მაინც რა, დაგემაგებინა ეს და მე ვახო, მე მითხარი რამე. ბაშა. ძალიან გთხოვ. შეგიძლია წყალი მომიტანო. მოგიტანდი ვახო, მაგრამ ხო იცი რა დღეში ვარ, ეს ელენები მორო გარდაიცვალა. ვიცი ხო, ვიცი. ვიცი მხელა სტრესი მიიღა. კარგი. აჰა. წავალ მე თვითონ დავისხავ. მოდი თამრი მოდი შემოდი თამრი მოდი გენაცვალე მოდი აი ჩვენ მოვედით შერაშვები ლაშიკო აბა აღარ ავშვები თეთევან აღარ შემიძლია მივალაგე მივაწყრიალე ყველაფერი რას დამაბარე ყველაფერი მაწონი იყო იყო ყველაფერი ამოვიტანე მე მე დავალაგე მე მივაწყრიალე კი ნატურები ყველაფერი ოჩა ხახშა ჩემი ვახუნად სულ აი ესე აწკრიალებდა საფს ოჩა ახლა მე გავაკეთე ეს ყველაფერი ვახოს დიდიც არ გაუნძრევია გენაცვალე ლაშიკო შენთვის ნამცხრის ამოტანა მინდოდა და დამავიწყდა ხო მაპატი ეს დაგჭირდა ვა მამში ცოცხო მოხვედით ხო მოვედი ვახუნა აი ყოჩი აღარა ვექიმა ყველაფერი კარგად არისო და მე მოგიყვები მიდი ვახუნა შენ დასვენებული ხარ ეხლა და მაღაზიაში ჩადი მაღაზიაში ნამცხვარი მაინც ამოიტან და საღამოს ჩაი ნამცხვარი მარწყვი ხო ნაყინი სტრესი მაქვს Tom and Jerry. Yes. CNN. CNN. Oh, CNN. Oh, CNN. Huh? Meeting. Meeting. აი მირჩიცай Obrigado. Obrigado. რა უნდა ვქნათ? რა ვიცი, უნდა ვქნათ რა. იმედია მოვა დროზე პეტოს და ეკა ხო, თორე უხერხულია უკვე მე და ეს კაცი ასე ვსხედვარ და 20 წუთია ერთმანეთს უღიმით. Señor Irakli, estoy feliz por estar aquí. Você tem familia simpática. Pichora mia cara. იცის ხო? გაიგე შე რა თქვა? კი. რა? ჩვენ გვითხრა რაღაც. აი შენზე თქვა ირაკლიო, ჩემზე თქვა სიმპათიკა. ირაკლი სიმპათიკა. ხო, ესა მარიკა. ნინიმ და მარიამ მარო ლაპარაკი დაიწყეს. ხო გახსოვს? ზუსტად ასე არ ტიტინებდე. ხო და მიდი გამოიყვანე ერთი, შეიძლება გვითხრა რას გვეუბნება ეს კაცი. კარგი ირაკლი, უხერხულია. უხერხულია ახლა ამალაც უცებ არ გაიგოს. აი ჩვენც მოვედით. გამარჯობა, მარიკა. გაიცანი ეს ეკა ჩემი და ეს მარიკა, ეკა გაიცანი. მოდიო. მოდი. შედი. მოდი. რომელ საათზე უნდა მოსულიყო? 6-ზე. მე ნახევარი საათი დაამაგვიანდი რა მოხდა? იგი ამბობ.
რა ხდება აბა რატო დაგვიბარე აბა რა ხდება ხო მიდი ჰა რა ხდება მიდი რატო დაგიბარე და ეს არის ჩემი უცხოელი სტუმარი ხო ჩამოსულია ჩვენთან წმაში მერიაში ხო და ეხლა უნდა დამეხმაროთ ან შენმა დამ უნდა იკისრო თარჯიმნობა რა პრობლემაა სადაურია პორტუგალიელი არა ჩვენ ინგლისური ხო იტალიური ხო მაგრამ პორტუგალიური ვერა მოიცა პორტუგალიური მარტო ცეკვა ვიცი შეცხო ვიცი რა გას ქვია როგორ არის ხო და მოდი ვიცეკო ფირა რა მომისმინე ხა გაუხარდება კაც შობლიური მოძრაობებს რომ დაინახავს გაუხარდება და დამაცადე ისა დიდი მადლობა არ გვინდა ცეკვა არ გვინდა ვაიმე მარიკა ვიცეკო კარგი აჰა მარიკა რა დღეში ვარ კაცო იმასაც ვერ ვეუბნები ამ კაცს რომ ვერაფერს ვერ გეუბნებიო ხუჩა ირაკლი დათომ ხო იცის პორტუგალიური არცალია ვინ დათომ დათომ მეც ჩვენმა დათო არა გეშლება შენ არა მეშლება დღეს ლაპარაკობდა ბარში პორტუგალიურად ხო მე დაიკავს გეუბნებოდა ბარში ბათუმში უსწავლია მეზღვაურები რომ ჩამოდიოდნენ თურმე მეზღვაურებმა ასწავლეს ხო და ეგ და ჯიბო ყოფილა მაგრამ ჯიბოს ვერ უსწავლია გაიგე განა იმიტომ რომ არ შეუძლია თურმე ნიჭიერი ყოფილა მაგრამ ზარმაც ყოფილა ჯიბო ხო და ძალიან ცოტა ხანი გაჩერდით დამაცადე კარგი რაღაცი მომისმინე მე არ ვიცოდი ასე თუ იყო და საერთოდ შენ გჯერა ახლა გასაგები მარიკა რა კარგი რა დათო რაზეც თქვა ვიციო არაფერი არ იცოდა და ეს პორტუგალიური არ უხსენები არათოს და ხო იცი რა უყმართია შეიძლება არ ახსენა და მართლა იცის მაგისგან ყველაფერია მოსალოდნელი შეიძლება მოდი მე ხა გავალ დათოს გამოვიყვან თქვენ ეს ხილი მიართვით ხილი შემოვალ ხა შემოვიყვან ნელა შიდა პესტაშ Pestash. აბა რა სულამაშა. რა პესტაშ. კიდე კაი დათომიცის პორტუგალიურ რა უნდა გვექნა? მოიცა. კიდე საკითხავია, მე ძალიან ეჭვმეპარება რომ დათომ პორტუგალიური იცის, მაგრამ მაინც დაველოდოთ გამთარებას მოლედა. დაველოდოთ ხო, მაგრამ სანამ დაველოდოთ, ეხლა ესე ხო არ ვიჯდები ირაკლი, მომისმინე ეხლა. შენ კარგად იცი რომ მე ძალიან კარგად მეხერხება ჟესტების ენა. ხო ეგრეა? ისი ენა? ჟესტების ენა. ხო და რამე მითხარ ეხლა ამ კაცისთვის რისი თქმა გინდა შენ? ამ ადამიანისთვის და მე იმას ჟესტებით გავაგებინებ რისი თქმა გინდა შენ. მიდი მითხარი. მოიცა, რაც მინდა უთხრა ეტყვი ახლა შენ და მე ვეტყვი მე ჟესტებით იგივეს. აჰა, ჟესტებით ეტყვი. ჟესტებით. მიდი კარგი. მაშინ კითხე. რას ფიქრობს ძველი თბილისის გამწვანების პროექტში შეტანილ ცვლილებებზე? ხო? კითხე, ცალკეული მოდელები ხო არ არის ამოვარდნილი ერთიანი ანსამბლიდან, ხო? ხო და რაღაც გარკვეული ელემენტები ხო არ არღვევს მთლიან არქიტექტურას. მიდი კითხე. მიდი. რას ხო არ არღვევს მთლიან არქიტექტურას? მიდი. დათოს დაველოდოთ. ირა მარიკა რას მომაიმუნებთ ეხა ირაკლი შემიდახმარება რანაირად დაჭირდა არა შემიდახმარება რა შეკოდები მე დავეხმარები ვერანაირად დათო აბა რა შეიძლება შემიდახმარება მიხაით რა ხდება ვანოდავით მობძანეთ ყველას და გასაოცრად აღმოჩნდა რომ თქვენ ფლობთ პორტუგალიურ ენას ხო და ჩემთან არის ჩამოსული აი ამ წამს იმყოფება ჩემს ოჯახში დიახ აი პორტუგალიელი ადამიანი ჩამოსული არქიტექტორი რომელსაც უნდა მიხედოს ძველი თბილისის გამწვანებას და მინდა რომ გადაუთარგმნო რასაც მე ვეუბნები გააგებინო მე ის რომ მიპასუხებს რაღაცას მე გამაგებინო რომ ასე არ უყუროთ ერთმანეთს სულელები მთელი საფაბრო ხო შეიძლება რა მოიცაგათ არჩი მიდლე ხა მე რასაც გადათარგმნა რა თქმა მომატყუე დღეს არა რა მოგატყვევეთ უბრალოდ ხა დიდი ხანია არ მილაპარაკია და დავიწყება ის ხო იცი ენა დათო არა უშავს მიდი დაიწყე საუბარი და გაგახსენდება საუბარში მიდი Pestash.
ბესტას. ოდა მაჩი შენელ ლაპარაკი ახმარება მინდა. საჭიქი მან. ისა. პორტუგალ, ოკეი. პორტუგალ. ეს დავიდ. ჟოაო. ო? ჟონქიო. ჟონქიო უცოდნი ამ კაცას. ვიცი აცადე ხალ თორე დაიბნება უფრო მიდი და Você fala português? Lamento, mas eu não sei outros idiomas. Não? Hã? Não. Não. Სოფლელი არის ეს. რას თვითონ სოფლელი ყოფილა ირაკლი ისე ამტრებს გრამატიკა ეს სუცხოენას ლაპარაკობს ახლა მე არ მესმის ისე ლაპარაკობს ახლა ეს სუცხოენა ეს გენა ჩამოდი არა ლისაბონში ეს სოფლელები და თავი ქალაქელები გონია სუცხოენას ლაპარაკობს გენა მე არ მესმის ეს მე ლაპარაკობს სუფთა პორტუგალიურად ეს რაღაცა დამტრული იმის მაიმუნო ხო? რატომ მაიმუნო ირაკლი რატომ რა თქვა და როგორც მე ზუსტად ესე კითხები არ დამისვათო მეო მე თუ რაღაცა მომინდება მე თვითონ კითხავთ წყლიანად მიყვარს ყოფილა ყველგან ჩუმათო დათო მე ახლა მაიმუნობის თავი და ნერვები არა მაქვს ან მითხარი რას ფიქრობს თბილისის გამწვანებაზე ან მითხარი არის პორტუგალიური როგორ არ ვიცი მაგრამ ახლა ეგრე თქვა და მე ეხოცები დათო კითხე რა ძალიან მაინტერესებს მე ხავსინე. რამდენი ხანი დარჩება თბილისში? ჟოან ბოჟა დე თბილის ჟ. Eu não entendo o que está falando. No. Tu quari xartov kitra. ძალიან უხდებით ერთმანეთს ხო? No. Ele não sabe português. Não sabe? Hã? მე ხა რა ვკითხიცი? ხო. ის ვკითხე გუშინ რო წვიმდა მეთქი ჩვენთან ხო? ხუში ხარ შეგივიდა წყალი. ამა რა მითხრე იცი? ხო. ხუში არაო. რა წყალი გასო რა ყური? თავი მომეჭრა ამ კაცთან რა. დათო არიცი ხო? როგორ არ ვიცი დათო ვიცი ხა ერთუდი მიდი ხო машкината божежезежеднаж тажентеша озежете пеже самба о машкината ლაშა რა არის? აბა ერთი ორი კვირა არ ჩავთავ ტელევიზორსა. ქეთევანმა ჩართო და გამორთემე. მომისმინე ხა. არ შეიძლება ისე. ჩართე ტელევიზორი. ჩართე. ახალგაზრდა კაცი ხარ. აბა შემოუძახე ახლა შენ თავს. შემოუძახე და აიყვანე თავი ხელში. მართალი ხარ ის? აბარა. მართალი. აბარა. არ არის ესე საქმე რო. არ არის. გადავარდე მე დეპრესიაში. არ შეიძლება. არ იმსახურებდა ელენებებო ამას. გაჭექი. ერთხელ ისეთი პატივი აქვს ნაცემი ჩემთვის ელენებებოს. ო ასე მოგცევა არ შეიძლება.
აბარა. მოგიყვე? მიდი რა მოვეჭები რა. ერთხელ სახლი მაქვს დასალაგებელი და მეზარება. ხო. ხო და მოვიგონე ვითომ სტრესი მაქვს და მუხლები მეკვეთება. ხო. რაც კი საქმე მქონდა სახლის გასაკეთებელი. ჭურჭელი იყო და სარეცხი თუ ბავშვებისთვის ამოსატანი სახლი დასალაგებელი. ყველაფერი ჩემთვის გავაკეთებ. მოიცე ერთი ჩავთო რაღაცას ვერ მოვასწარი ყურება და